პატარა ასაკში გახდი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ძალიან ბევრი გაქვს საქართველოს ჩემპიონატი მოგებული. თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ გიფიქრია თავი დაგენებები. მაშინ პატარა ვიყავი და მსოფლიოზე ავიღე მესამე და შემდეგ რაღაც პატარა ჩავარდნა მქონდა. ხანიერ ფიქრობ რა. ძიუდოს გარდა რა შეთვლი რო წარმატებული ხარ? ეხლა ამ ეტაპზე სიყვარულიშიც. გამარჯვების შემდეგ მაყურებლებს აჩვენე ინიციალი. ინგლისური ASOA. გამარჯვება ეძღვნება ჩემს შეყვარებულს და წასვლამდე დავპირდი რომ თუ მოვიგებდი რაღაცით მივანიშნებ. როგორ გამხნევებს ხოლმე? ეხლა ვფიქრობ რომ აქამდე რომ რაღაცები მაკლდებოდა ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო რომ რაღაც მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი. გიორგი გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე გადაცემაში და კიდევ იმისთვის გიხდი დიდ მადლობას, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებ. და ყველა ქართველს ესე გვასახელებ და საქართველოსთვის მოკლედ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ. როგორი განწყობა ევროპის ჩემპიონობა, აბა? მადლობა მოწვევისთვის. მეც მიხარია რომ დღეს ვისაუბრებთ. ევროპის ჩემპიონობა კაი განწყობაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი და მთლად ძალიან ისეთი ვერ არის, მაგრამ ძალიან კაია და სასიხარულოა, რომ ამდენი ქართველის გახარება შევძელი და ამის მიზეზი ვარ მე. 21 წლის ასაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა არ არის პატარა ამბავი. ხო და შენი აზრით ეგ შენი ნიჭის დამსახურებაა თუ შრომის? მხოლოდ ნიჭით ვერ მიაღწევ ვერაფერს. ყოველთვის იმას ვიზახი რომ ღმერთისგან რაღაც დოზით ვარ ნიჭით დაჯილდოებული, მაგრამ ძალიან მიყვარს შრომა და ძალიან ბევრს შრომობ ჩემი მიზნებისთვის და უკვე რეალობად ვაქციე. ჩემი აზრით უფრო უნდა ისრომო, ვიდრე ნიჭით იყო დაჯილდოებული. მეტი შრომა, ნიჭიც კარგია, მაგრამ ნიჭით ფონს ვერ გახვალ, ხო? რომ არა ძიუდო. სპორტის რომელ სახეობას აირჩევდი? ამაზე არც მიფიქრია და არც დავფიქრებული ვარ. მაგრამ ალბათ რომ არა ძიუდო, ალბათ სპორტს არც ავირჩევდი და უფრო ვისწავლიდი და განათლებას დაუთმობდი უფრო მეტ დროს. აი, როდის მივხვდი რომ აი სიტყვაზე ძიუდოზე შევიდე და ამ საქმეს მიუყვე ესე ვთქვათ, ეს როდის მიიღეს გადაწყვეტილება? თუ გახსოვს? ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. 7 წლის ვიყავი და დედას მივყავდი ცეკვაზე და მამა მაგ დღეს წამიყვანა ძიუდოზე. დედას ცეკვაზე? ხო, და მამა. კიდევ კარგი მამა. თავიდან რაღაც ისე მეგონა რომ მეთქი ეს სკოლასავით ალბათ უნდა გავიარო რაღაცა წლები და მე რაღაცას ვიზავ თქო და მე შეჯიბრები რომ მოვიგე მივხვდი რომ ეს სპორტი იყო რაღაც ჩემში და ჩემი შობლების ყოველთვის მაგას მეუბნებოდნენ და ბავშვობიდან ეგ ჩამირეკეს რომ ჩვენთან იყო 3 დიდი ტურნირი ევროპა, მსოფლიო და ოლიმპიადა და აი მაგისთვის პატარაობიდან მაგისთვის მამზადებდნენ რა ფსიქოლოგიურად და ძალიან კარგად მიყვები მაგას ოლიმპიადით როდის დაასრულებ? 2028-ში ლოს-ანჯელესში იქნება ოქრო. აუცილებლად. კი. წარმატებები კიდევ ერთხელ და ძალიან გულშემატკივრობთ რომ იცოდე მთელი საქართველო. ნახე პროდაქშენი და მთელი საქართველო. შენი აზრით, შენს წონაში საუკეთესო ხარ საქართველოში? საქართველოში რა თქმა უნდა. ხო, კარგი მოსასმენი. კი. კიდევ ვინ არის აი ესეთი? ნუ არიან ბიჭები, ტარდება საქართველოს ჩემპიონატი და 4 ადამიანი შემოდის ნაკრებში და მე ეძლევათ უფლება რომ უცხოეთში იჭიდაო შეჯიბრები. მაგრამ წელს რატომღაც ვერ გააკეთა ერთ-ერთმა უცხოეთში შედეგი და ესე რომ ვთქვათ მარტო მე ვარ ამ ეტაპზე. არ მყავს კონკურენტი ძლიერი. ნაკრებზე მინდა რამოდენიმე კითხვა რომ დაგისვა. კი. ნაკრებში ვინ არის ყველაზე ტექნიკური? ყველაზე ტექნიკური არის ლაშა ბექაური. ლაშა ბექაური. ყველაზე პუნქტუალური? ლაშა შავდათუაშვილი. ლაშა შავდათუაშვილი. კი ბატონო, ყველაზე კარგი იუმორის გზნობა ვის აქვს? რავი, ყველას თავისებური კაი აქვს, მაგრამ რომელს გამოარჩევდი? ილიას იუმორი მომწონს მე, სულამანიც. კი. ხო, ილია ძალიან კარგი იუმორის გზნობა აქვს. ყველაზე ახლო მეგობარი ვინ არის შენი? ეს მაგაცი ესე. ლაშა და ილია. ლაშა და ილია. კი. ყველაზე შარიანი? საიდუმლოდ დავტოვოთ. საიდუმლოდ დავტოვოთ? კარგი ხო შარი არ მოგდოს მე. ხო. ყველაზე კარგად მიმღერის? ილია, რა თქმა უნდა. ილია. კი. ილია კარგად უკრავს. კი. შეჯიბრების წინ რაიმე რიტუალი თუ გაქვს? რასაც ყოველთვის აკეთებ?
ნუ რიტუალი არა, მაგრამ ღმერთთან ვარ ყოველთვის ახლოს და ეს ყველა ესე უნდა იყოს ჩემი აზრით. და ყოველთვის ვცდილობ რომ წავიდე, სანამ გავფრინდები, მოვილოცო და თვითონ იქ ადგილზეც დავამტო სანთელი და ეს არის ჩემი ესე თქვა რიტუალი არა, მაგრამ წესი რა. კი ბატონო, ძალიან კარგია. კი. ვფიქრობ, ეგ ადამიანებს წარმატებაში ძალიან გვეხმარება. კი. და ძალიან სასიამოვნოა, რომ შენგან ეს იყვები მესმის. მთავარი წყარო ვინ არის შენი მოტივაციის? რა თქმა უნდა, ოჯახი, ვინც მომავლენა ამ ქვეყანაზე, რაც ჩამიერგეს პატარაობიდან და ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეს და აი ალბათ იმათ ჩემს მშობლებს უფრო უხარიათ, ვიდრე მე ვერ ვანალიზებ ხოლმე მომენტებში და ყოველთვის ცრემლებით მირეკავენ ხოლმე, თუნდაც 10 დღით რო წავალ შეკრებაზე და რო ვერ ვნახულობენ და რაღაც. აი ყოველთვის ჩემს მშობლები მაძლევენ ძალიან დიდ მოტივაციას რა. აი სახეზე როდესაც შემოხედე როგორ ეხბოლოს ევროპის ჩემპიონატზე აი სულ მაინტერესებდა აი როგორი რა ემოცია გეუფლება მაგ დროს რას გრძნობ რა მაგ მომენტში თუ გრძნობ საერთოდ რამეს აი თუ არ გამოცადე ვერ აღწერ მაგრამ რაც მე გამახსოვრდება და რაღაც ის არის რომ ყველაზე ძლიერი გონია თავი და ანუ ეგრევე შენს ქვეყანაზე იწყებ ფიქრს და ეგრევე საქართველოს გახსენდება და შენი ეს ადამიანები რო უხარიათ და ჰიმნი და ეს ყველაფერი იყრის, რავი 10 წამში ალბათ ყველაფერი გახსენდება და ანუ ირგვლივ რა ხდება აღარ გახსოვს, ხო? ნუ ირგვლივ ბუნდოვანია, მაგრამ ვინც ხდება პირველი მწვრთნელი იმას. შენ ცხოვრებაში თუ არის ისეთი რამ რის გამოც კიმონოს დათმობ? არა. არა არის ეგეთი რამ. ყველაზე რთული მეტოქე ვინ ყოლი? ყველაზე რთული ჩემი თავი. შენი თავი? ხო. ჩემი თავია ყველაზე რთული. მე მახსოვს ოლიმპიადის ამბავი რო გავიხსენოთ. ხო. რაღაცა ისეთი ის იყო მთელს ერში ისე სუფევდა რომ შემდა მოგიგო. სამწუხაროდ ესე არ არის ახლა. სულ ეგრე არ ხდება როგორც გგონია. რა დაგემართა? აი ზუსტად ჩემი თავი იყო ყველაზე დიდი კონკურენტი და ჩემ თავს ვერ ვაჯობე რა. ანუ ის მიზეზიც იყო რომ 21-ის ვიყავი და მაგ დროს ცოტა რთულია რა ფსიქოლოგიურად. ოლიმპიადაზე რომ მიდიხარ, პატარა ბავშვი ხარ და ძალიან რთულია რომ ამდენი ემოცია გადახარშო და თან ერთი თვითადრე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და მთელი ეს ქართველი გულშემატკივარი ჩემგან ამდენ წარმატებას მოელოდა ესე წარმატებას ოლიმპიადაზე და ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ იმ ხელა გამოცდილება მივიღე, რომ აი 2 წელს გამოცდილებას უდრის და ანუ გამოცდილება დაგაკლდა? კი. და შენ თავს ვერ აჯობე? კი. და აი ამ ყველაფრის მერე ამ დამარცხებამ ესე გაგაძლიერა, იმიტომ რომ ევროპის ანუ იმ ხელა მე ვფიქრობ, რომ დიდი ფსიქოლოგიური წინახი იყო ეხა ეგ შენთვის. ეს რო გადალახე, ეგ ძალიან მაგარია და ევროპის ჩემპიონატი გახდი მალევე. კი. ანუ შენ თავი დაამარცხე. რა თქმა უნდა. და გვირდები 2028-ში იგივეს გააკეთებ. კი. როგორც თავად აღნიშნე, შენი მთავარი მეტოქე არის შენი საკუთარი თავი. რასთან გიწევს ხოლმე, ესე ვთქვათ, შეჯახება რა არის ეს? ხო, ჩემი თავი ყველაზე დიდი მეტოქე არის და ეს შეიძლება სხვასთან იყოს რაღაც სიზარმაცე რაღაც. ჩემთან ყოველთვის არის ფსიქოლოგიური მხარე. სიზარმაცეს არასდროს არ ვაკლებ პირიქით. ბევრჯერ ყოფილა რომ რაღაცა ერთი თვით ტელეფონი არ ამიღია, ჩავკეტილვა რაღაცა შეკრებებზე, ხალხთან კომუნიკაციას არ ვიყენებ ხოლმე და პირიქით მე ძალიან სპორტულ ცხოვრებას მივყვები და სწორედ ეს არის რომ მე სხვანაირად ფიქრობ რა, ანუ ამდენს რო აკეთებ, მე როგორ არ უნდა დაგიფაცეს და მე სხვანაირ ფიქრებში ხარ და აი ფსიქოლოგიური მე რომ მარცხდები უკვე შენ თავთან გაქვს ის კითხვა რომ ფსიქოლოგიური მხარე არის რა მთავარი. ძალიან რთული არის და ყველა სპორტსმენი მიხვდება, რასაც გულისხმობ ახლა რა. ყოველთვის შენ თავთან გაქვს ფიქრები და საუბარი, რომ აი რამე ხوار დავაკელი, რამე ხوار ზედმეტი ხوار მომივიდა და ყველაფერი კარგად უნდა გათვალო რა. ეს არის. მე როგორც მივხვდი ახლა, საკუთარ თავს უსვავ კითხვას. ამდენი შრომის შემდეგ მე რატო დავმარცხდი? ხო. არა, ამდენი შრომის შემდეგ როგორ ვერ უნდა გავიმარჯვო. ძიუდოს გარდა რაში თვლი რომ წარმატებული ხარ? თვლი რომ მეგობრობაში პირველ რიგში ჩემს ირგვლივ მყოფ მეგობრებთან და ეხლა
ამ ეტაპზე სიყვარულშიც. სიყვარულში. აი, საინტერესოა. მე მაინტერესებს გამარჯვების შემდეგ მაყურებლებს აჩვენე ინიციალი ინგლისური ASOA. მე კი ვიცი ეს რასაც ნიშნავდა, მაგრამ ბევრი კითხვა დაისვა და მაყურებლებსაც რა უთხრათ, თუ არის შესაძლებელი. ხო, ეგ გამარჯვება ეძღვნება ჩემს შეყვარებულს და წასვლამდე დავპირდი რომ თუ მოვიგებდი რაღაცით მივანიშნებდი ჩემს სიყვარულს მისდამი და ესე გამოვიდა რა უცებ თვითონ მანიშნა რომ უნდა მექნა ეგეთი რაღაც და გავაკეთე. და თვითონ როგორ გამხნევებს ხოლმე? ხო და სწორედ ეგ იყო მიზეზი რომ ძალიან დიდი ხანია უკვე გვერდში მიდგას და აქამდე ეხლა ვფიქრობ რომ აქამდე რომ რაღაცები მაკლდებოდა ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო რომ რაღაც სიტყვაზე ოლიმპიადაზე რო ვერ მივხვდი წარვდებას შეიძლება ერთი მიზეზი ეგეც იყო და ყოველთვის მეხმარება ფსიქოლოგიურად ყოველთვის მამხნევებს და გვერდში ვდგავთ ერთმანეთს. ძალიან კარგი. ესე იგი მის დანაკლისი რაც ჰქონდა შეავსო და ეხლა 2028 წელს კიდევ ერთხელ მიუძღვნი კი ბატონო. ალბატონ ანანოს გამარჯვებას. კი რა თქმა უნდა. კარგი, ცხოვრებაში იპონზე რას დაუგდიხარ? იპონზე არაფერს. არაფერს? ანანოსაც არა? კი, ხან. კი, ანანოსთან უძლური იქნება. კითხვი რო კიმანოს არაფერზე გავცვლიდიო. მაგრამ თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ გიფიქრია თავი დაგენებებია. ხო. ამ ყველაფერს. კიმანოს არასწორი ფორმა არის, ეგ ჯუდო გიქვია. ჯუდო გიქვია? იაპონურად, კი. ხო და. კიმანო რატო ვიცოდი? ყველა მეგრე იცის არა. ეგეთი თლად მაკდონეზე არ ყოფილა, მაგრამ მქონდა რაღაც 2023 წელს მაშინ პატარა ვიყავი და მსოფლიოზე ავიღე მესამე და შემდეგ რაღაც პატარა ჩავარდნა მქონდა 5 შეჯიბრი წავაგე ზედიზე და აი სურვილიც აღარ მქონდა უკვე და მე ცოტა ხანი დავისვენე ერთი თვე და ყველაფერს რომ მოვეშვი, გავაანალიზე ყველაფერი და მივხვდი რომ უნდა გამეგზელებინა ახლიდან ისევ რა. კიდევ კარგი. კი. მამამ ხო არ მიგაღებია გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ. ნუ ყველას მიუძღვის მაგაში წვლილი რა, ანუ ძალიან ისე არ ვარჩევდი, მაგრამ ვარჩევდი მაინც. სარმაცი ხარ? არა. 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 ძალიან ისე არ ვარჩევდი, რას ნიშნავდა? ეგ პერიოდი იყო ისეთი რა, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. საკუთარ თავთან ქონდა? კი, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, რამდენიმე შეჯიბრს რო წააგებ და წარმატებული რო ხარ უკვე. მე სხვანაირად ფიქრობ რა. დასაწყისში ახსენე რომ მამამ წაგიყვანა პირველად. მამის როლი რა არის მაგის შემდეგ? როგორ იყო შენ გვერდით, როგორ გეხმარებოდა, როგორ გამხნევებდა? თავიდან ჯერ პირველ რიგში შეგვაყვარა. მე და ჩემმა ძმამ დავიწყეთ ერთად. შეგვაყვარა ეს სპორტი და ძალიან მკაცრი იყო დედაც და მამაც. ეხლაც მკაცრები არიან და ყოველთვის დილით სანამ სკოლაში წავიდოდი მაყენებდნენ, მავარჯიშებდნენ. და ესე გრძელდებოდა ჩვენი დღე და მე ცოტა რომ წამოვიზრდეთ, ცურვაზეც დავყავდი მამას და ბევრჯერ ყოფილა რაღაც ისეთი მომენტი, რომ ფინანსურ მხარეში ვერ ვიყავით კარგად, მაგრამ მამა ამას არასდროს არ გვანახებდა და ბევრჯერ რაღაცა სიტყვაზე ჩვენთვის არ დაუნახებიათ და ჩემი ძმისთვის გაუკეთებიათ ყველაფერი რა. ეხლა როგორ არის ფინანსური ამბავი რო ვკითხოთ, აი ძიუდოში როგორ გეხმარება ფედერაცია თუ გეხმარებათ, აი როგორი პირობებია და ესე შემდეგ ადრინდელთან შედარებით, რომ შევადარო შედარებით რო იყოს. ეხლა ფინანსურად საკმაოდ კარგად არის საქართველოში სპორტი, ზოგადად ყველა სახეობა და ძიუდო უფრო გამორჩეულად, რადგან ძალიან წარმატებული ნაკრები ვართ, გოგოებიც და ბიჭებიც და როცა ესეთი ნაკრები არის, ყოველწლიურად იზრდება მთავრობის მხრიდან ფინანსური მხარე ფედერაციისთვის და ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულოა ეს და ყოველთვის შეკრებებზე და შეჯიბრებზე დავყავართ ფედერაციას უპრობლემოდ. ანუ мотиваციაც რა თქმა უნდა მეტია. კი, ეგ ძალიან დიდი мотиваციაა რა თქმა უნდა. კი ბატონო, ძალიან ბევრი გამარჯვება გაქვს მოპოვებული. ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევთ? ყველაზე მეტად შარშან 2024 წელს გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და გამორჩეული იყო, რადგან პირველი ქართველი გავხდი, რომელმაც 20 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და ეს ყველასთვის გამორჩეული იქნებოდა და ჩემთვისაც, რადგან მსოფლიოს ჩემპიონობა არ არის მარტივი და ოლიმპიადის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული არის მსოფლიოს ჩემპიონობა და ეს არის ჩემთვის გამორჩეული. ევროპის ჩემპიონატზე მაინტერესებს შიდა სამზარეულო, იმიტომ რომ პირველი ყავი ქართველი ვინც მოიგო წელს. კი. როგორი მუხტი შეიტანე?
ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ვინც ასპარეზობს პირველ დღეს რომ თელ ნაკრებს მე მუხტი მიეცეს და ძალიან საპასუხისმგებლოა მე რომ გავიმარჯვე ეგეც მქონდა გასვლაში რომ ეგ უნდა გავიმარჯვებინა იმის გამო რომ გუნდზე ასახული იყო ეს და აისახა კიდეც საერთო ჯამში 2 ოქრო და 2 ვერცხლი ავიღეთ და გუნდურში გაიმარჯვა საქართველომ. კი ბატონო. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 1-3-ს ვაგებდით და მე როგორი ემოციები იყო ეგ შიდა სამზარეულო მაინტერესებს რასაც ჩვენ ვერ ხედავდით. ნუ ხო მე იქ არ ვიყავი, მაგრამ რაცაც უყურე ტელეეკრანებიდან, მაგრამ რო ვიცი ეხლა რაც იქნებოდა იქ ვიდეოებიც ვნახე, ყველა ძალიან მოტივირებული იყო. ჩვენი მწვრთნელების მაგიტო არიან რომ ფსიქოლოგიურ მხარეს ძალიან მაღალ დონეზე წევენ და 3-1-ს რო აგებ ძალიან რთულია და თან 3-1-ს როცა აგებდნენ ორმა ბიჭმა წააგო და მე ერთმა ძიმე წონა მოიგო თუშიშვილმა და ამ ამოქაჩვის დროს სამივე გოგო მოიგო რა და გადამწყვეტში ძიმე წონის გოგო მოიგო და არავის არ ქონდა იმედი და ძალიან მწყინს ხოლმე რომ ესე ქართული გულშემატკივრები ესე რომ მოიხსენიებენ ჩვენს გოგოებს და ჩემგან თანადგომა მათ და მიულოცავ კიდევ ერთხელ. ჩემგან თანადგომა და მოკითხვა და პირველ რიგში თქვენს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც თითოეული ქართველისთვის აკეთებთ, იმიტომ რომ მე ხო გითხარი ეს ემოცია მაინტერესებს შენ როგორ ხარ გამარჯვების დროს თქო და ჩვენ აქეთ ეკრანს მივმა რა ემოციასაც ვიღებთ. ეგ არის, არ ვიცი. მე მინახავს ადამიანები გაგიჟებული ყველაფრით. აი მე მახსოვს ლაშა-ბექაურმა როდესაც მოიგო პირველად ოლიმპიადა ერთ-ერთი ქართველი ადამიანის ემოცია მაქვს რომ ნახე არის ძალიან დიდი რა მოკლედ და ესეთ საჩუქარს რო გვიკეთებ თელს ერთს ძალიან მაგარი ამბავია მოკლედ. პატარა ასაკში გახდი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ძალიან ბევრჯერ გაქვს საქართველოს ჩემპიონატი მოგებული. მოკლედ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. მომავალ თაობას, ბევრისთვის კუმირიც ხარ. მე დარწმუნებული ვარ და ვიცი, გამიგონია. მომავალ თაობას რას ურჩევდი? მომავალ თაობას ურჩევდი რომ დაუჯერონ თავის მშობლებს, მწვრთნელებს, ან უფროს ხალხს და მიყვნენ მათ გზას. და რა თქმა უნდა ივარჯიშონ ძალიან ბევრი, მაგრამ ამას საერთოდ არ უნდა მოწნეს სწავლას და განათლებაც აუცილებელია ძალიან, რადგან ბევრ ამაში გეხმარება. პრობლემები აუცილებლად იქნება? კი, პრობლემები იქნება. შეიძლება მარცხიც იყოს, რაღაც ტრამვებიც იყოს, მაგრამ რამესაც ისრომებ, ის შრომა დაგხვდება წინ. კი ბატონო, და ბოლოსში რო გავიდეთ, თუ შეგეძლია რომ ჩამოთვალო ტოპ 5 საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტი. ხო, ნუ თანმიმდევრობით არ ვიტყვი, მაგრამ 5-ს ვიტყვი. კი ბატონო, შენ გადასაწყვეტი. ვარლამ ლიპარტელიანი, ჩვენი ყოფილი კაპიტანი. ირაკლი ცირეკიძე. ზურა ზვიადაური. ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა ბექაური. კი ბატონო. მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის რომ გვესტუმრე. ჩვენი სტუმარი იყო გიორგი სარდალაშვილი.